საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 19 თებერვალს დაიწყება. ამ დროისთვის მასში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. შეჯიბრი ქუთაისსა და თბილისში გაიმართება. როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ აღნიშნა, გამარჯვებულები ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზურებს მიიღებენ, რომელიც 26 აპრილს ხორვატიაში გაიმართება. 19 თებერვლიდან იწყება საქართველოს ჩემპიონატები 11-13 15 წლამდე კატეგორიებში. 9 წლიდან 11 წლამდე გაიმართება ქუთაისში, ხოლო 13-დან 15-მდე თბილისი უმასპინძლებს. გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზურით. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ასე რომ ველოდებით საკმაოდ დიდ რაოდენობას მონაწილეების. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა 93 და ვაჟთა 85 ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა. შეჯიბრი თბილისში ჩატარდა. გამარჯვებულებმა ევროპის ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ქალთა ევროპის ჩემპიონატი 24 მაისს ბათუმში გაიმართება, ხოლო ვაჟთა ჩემპიონატი 6 აპრილს პოლონეთში ჩატარდება. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ ტურნირი შეაჯამა და მიღწეულ შედეგებზე დეტალურად ისაუბრა. დასრულდა საქართველოს ქალთა 93 ჩემპიონატი და საქართველოს ვაჟთა 85 ჩემპიონატი. ჩემპიონატებმა ძალიან დაძაბულ რეჟიმში ჩაიარა, დაწესებული იყო საერთო საპრიზო ფონდი 60,000 ლარი. ესევე პირველ სამეულში გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ ევროპის ჩემპიონატის საგზურებით. მათ შეეძლებათ ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ქალთა შორის პირველ ადგილზე დამაჯერებლად გავიდა ნინო ბაციაშვილი, რომელმაც ერთი ტურით გაინაღდა. მეორე ადგილზე გავიდა ლილა ჯავახიშვილი, ხოლო მესამეზე მერი არაბიძე. სამივე მათგანი საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები არიან. ვაჟთა ჩემპიონატი უფრო დაძაბულად წარიმართა, პრაქტიკულად ბოლო ტურამდე არ ვიცოდეთ საპრიზო სამეულში ვინ გავიდოდა. ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბაადურ ჯობავა, შეიძლება ითქვას ის ქართული ვაჟთა ჭადრაკის ლიდერია უკვე 2 ათეული წელიწადი, ასე რომ მისი ჩემპიონობა არავის სიურპრიზი არ ყოფილა. მეორეზე გავიდა თორნიკე სანიკიძე, ხოლო მესამე ადგილი უკვე ახალგაზრდა მოჭადრაკე ლუკა კილაძემ დაიკავა. კარგი ხანია, ესე იგი ვაჟთა ჩემპიონატებში ესეთი ვთქვათ ახალგაზრდა ასაკის 16 წლის ბავშვი არ გასულა. ესე რომ მას შეასრულა საერთაშორისო ოსტატის ნორმა. სამი მათგანი ასაკურად დაჯილდოვდა ევროპის ჩემპიონატის საგზურებით.